მოგესალმებით, კვლავ გიბრუნდებით გადაცემა ნეომედით ეკა სუხიშვილთან ერთად. ეს გადაცემა დაფინანსებულია ქალთა ფონდის მიერ და იზღლება ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ქალბატონებზე დღეს სტუმრად იმყოფება და ისაუბრებს ჩვენი ქალაქის საუკეთესო და დაფასებული ადამიანი, საუკეთესო ექიმი, მიან გინეკოლოგი ნინო შერმადინი. ნინი, მოგესალმები და დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენ სტუდიაში და ხარ ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა. დაახლოებით 25 წელია მიან გინეკოლოგი ხარ და მართავ ამ ხნის განმავლობაში ორსულებს. რეზუს უარყოფითიანი კუთვნილების სისხლის მქონე ორსულები საკმაოდ რთული სამართავია. მოდი უყვეთ ჩვენ ქალბატონებს და საერთოდ ჩვენ მაყურებელს პირველ რიგში რა არის ეს მდგომარეობა, როგორ გამოიხატება, როგორ დგინდება კვლევების შედეგად და როგორ ხდება მისი მართვა. ძალიან აქტუალური საკითხია რეზუს უარყოფითი სისხლის კუთვნილების მქონე ორსულების მართვა. ზოგადად ჯერ განსაზღვროთ დეფინიცია, რა არის რეზუს უარყოფითი სისხლი. მოსახლეობის ნაწილს აქვს რეზუს უარყოფითი სისხლი, ნაწილს რეზუს დადებითი. რეზუს დადებითი ნიშნავს, რომ მათი ერითროციტებზე არის ანტიგენი, რომელიც რეზუს დადებით სისხლს მიანიშნებს და მოსახლეობის ნაწილს ეს რეზუს D ანტიგენი არ გააჩნია ერითროციტს. აი ეს ანტიგენი რას აკეთებს, როგორ იცავს ადამიანს? ამ ანტიგენს ჩვეულებრივად არანაირი დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. რეზუს უარყოფითი სისხლი არის მხოლოდ საყურადღებო ჰემოტრანსფუზიის შემთხვევაში, რომ რეზუს უარყოფითიან სისხლს არ გადაუსხა რეზუს დადებითი კუთვნილების სისხლი და საყურადღებოა კიდევ მისი ნიშა, ეს არის ორსულობის მართვის დროს, რეზუს უარყოფითიანი ორსულების მართვის დროს. რეზუს ანტიგენი აღმოაჩინეს 1940 წელს, მაიმუნის სახეობა ასეთი რეზუს მაკაკა რეზუსებში და მას შემდეგ დაადგინეს, რომ აი ეს ჰემოტრანსფუზიები რომ ხდებოდა საველე პირობებში, როდესაც ხდებოდა ადამიანთა ლეტალური მდგომარეობამდე მისვლა, ჯანმრთელობის შერყევა სისხლის გადასხმის შედეგად ძალიან ხშირად გამოწვეული იყო არასწორი ჰემოტრანსფუზიის გამო. ჩვენ როგორც ევროპული ოჯახის წევრები, ქართველები, კავკასიელების 15%-ს ეს რეზუს D ანტიგენი არ გააჩნია ერითროციტზე, მაგრამ 85%-ს გააჩნია. აღნიშნეთ, რომ ორსულობის დროს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ორსულობის დროს რა ხდება? თუ დედა არის რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე, ხოლო მისი პარტნიორი არის რეზუს უარყოფითი ან რეზუს დადებითი და ნაყოფი ჩაისახა რეზუს დადებითი კუთვნილების. აი ჯგუფის რეზუსის განსაზღვრა დაახლოებით განაყოფიერების 30 დღიდან უკვე შესაძლებლობა აქვს, ხო, ჯგუფის და რეზუსის ნაყოფს, მაგრამ განსაკუთრებით სავალალო და საყურადღებო ხდება უფრო პირველი ტრიმესტრის შემდეგ. თუ როგორც აღნიშნე, ნაყოფი არის რეზუს დადებითი, დედის ზოგადად დედის სისხლის და ნაყოფის სისხლის შერევა არ ხდება, მაგრამ დაახლოებით 5%-ში შეიძლება მოხდეს ნაყოფის ერითროციტები მოხვდნენ დედის სისხლში. რეზუს უარყოფითი დედის სისხლში ერითროციტებში გამომუშავდება რეზუს ანტისხეულები, რომლებიც შემდეგ პლაცენტარულ ბარიერს გაივლიან, მოხვდებიან ნაყოფის სისხლში და იწვევენ რეზუს კონფლიქტს. ნაყოფის ერითროციტების შეწებება ხდება აგლუტინაციას ვეძახით, ჰემოლიზი და მთელი რიგი პრობლემები ექმნება ნაყოფს. ეს არის
აი ამ დროს კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანია ის რომ ნაყოფის გულს უწევს ესეთი აქტიური მუშაობა განსაკუთრებით სისხლის მოქცევისთვის შემდეგ იგი გადაიტვირთება მიდის დეკომპენსაცია მიდის პოლიორგანული უკმარისობა ხო ასიტი ვითარდება ანასარკა ნაყოფში შეიძლება სისხლბადი ორგანოები ღვიძლი ელენთა გადიდდეს ხო შეიძლება იყოს მიზეზი ორსულობის შეწყვეტის ორსულობის მუცლად ყოფნის დროს ნაყოფის დაღუპვის მიზეზი გახდეს. აი რამდენად ხშირია ასეთ ორსულებში მძიმე ტოქსიკოზი? ზოგადად ხშირად აი მოსახლეობაში გავრცელებულია ესეთი აზრი, რომ ნაყოფსა და დედას შორის კონფლიქტის შემთხვევაში სხვადასხვა რეზუსის დროს, დადებითი და უარყოფითის დროს, ბევრად მწვავედ მიმდინარეობს ორსულობა. მე მსგავსი რომ ვთქვათ აი ეს ტოქსიკოზი, ანუ პირღები მასე იყოს, ანუ მაინტერესებს არის თუ არა მწვავე ტოქსიკოზი კავშირში რეზუს უარყოფით სისხლთან. მე ასეთი რამე არ წამიკითხავს, რომ რეზუს უარყოფითიანი ქალებს ტოქსიკოზი უფრო მეტად ჰქონდეთ გამოვლენილი, ვიდრე დადებითიან ქალებს. აქ არის ძირითადად ლაპარაკი ნაყოფის ზარალზე, ანუ ნაყოფის ჯანმრთელობა ირღვევა და ლეტალობით მთავრდება ორსულობა. ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ ორსულობის მართვის დროს ძირითადი ყურადღება უნდა ექცეოდეს ნაყოფის მდგომარეობას და აი აქ არის მთელი რიგი სიმძიმეები. აი აქ რა ხდება, როგორ ხდება მონიტორინგი აქ, ანუ ძირითადად რას უნდა აქცევდეს ქალი ყურადღებას? ყურადღებას აქცევს პირველ რიგში 12 კვირის ორსულობის ვადამდე ხდება რეზუს ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა სისხლში. არის ასეთი ლაბორატორიული გამოკვლევა, კუმფსის არაპირდაპირი რეაქცია ეწოდება და ისაზღვრება დედის სისხლში ანტისხეულების რაოდენობა. ეს როგორც ვიცი, სავალდებულოა და სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. უარყოფითიან დედებში ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამაში არის ვაუფასო ვიზიტი, აი უძვირფასესი პროგრამაა მართლმსვენებისთვის. რეზუს უარყოფითიან ქალებში უფინანსდებათ მათ ანტისხეულების განსაზღვრის ანალიზით. როგორც აღვნიშნე, ორსულობის 12 კვირის ვადაზე უნდა მოხდეს პირველად განსაზღვრა და შემდეგ თვეში ერთხელ აუცილებელია და ორსულობის ბოლოსკენ უკვე სადღაც 22-24 კვირის შემდეგ უფრო არის ხოლმე რისკები რეზუს კონფლიქტის განვითარების, მაშინ უკვე ორ კვირაში ერთხელ არის სასურველი, რომ განისაზღვროს ანტისხეულები. ანტისხეულების განსაზღვრის შემდეგ რა ხდება? რა შემთხვევაში ტეხს განგაშს ექიმი? აი თუ ანტისხეულების რაოდენობა სისხლში არის მომატებული. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მონიტორინგი უკვე არა მარტო სხვა რაღაცა მედიკამენტის ან გამოყენება ხდება, არამედ მუდმივად წესდება ფეტალური მონიტორინგი ულტრაბგერის საშუალებით, ну მაშინ უკვე შორს წასულ ფორმებში გამნიოცენტეზი, დახმარება ნაყოფის და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ანტისხეულები გამოჩნდა სისხლში, უკვე ესე იგი ეს არის სენსიბილიზირებული ორსულობა, უკვე საყურადღებოა. ჩვენ ვიდრე ხანძარი გაჩნდება, ვიდრე ანტისხეულები დაიწყებს გამოჩენას დედის სისხლში, მანამდე უნდა მოხდეს ანტირეზუს იმუნიზაცია. ეს კეთდება არასენსიბილიზირებული სისხლის მქონე ორსულში, ანუ რომელსაც ანტისხეულები არ აქვს. ანუ რამდენ კვირაზე კეთდება? 20 კვირის ორსულობის ვადაზე ერთჯერადად კეთდება 1500 საერთაშორისო ერთეულის რაოდენობის პროგრამულად არა ეს პროგრამაში არ ფინანსდება და აგრეთვე 34 კვირის 28 და 34 კვირის ვადაზე შეიძლება ანუ რამდენად სავალდებულოა, იმიტომ რომ ორსულებში ცოტა უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ამ იმუნიზაციას. როგორც აღნიშნეთ, თქვენ ვიდრე ეს ანტირეზუს იმუნიზაციის ეს მეთოდი გამოჩნდებოდა, ძალიან ხშირად მკვდრაჩობადობა სწორედ განპირობებული იყო რეზუს კონფლიქტის შედეგად. მას შემდეგ, რაც დაინერგა ანტირეზუს იმუნიზაცია, მკვდრაჩობადობის რიცხვმა რეზუს კონფლიქტის გამო იკლო ბევრად და ორსულობის მიტანა მიდის ბოლომდე და შემდეგ აი ჰემოლიზური დაავადებების ახალშობილების მართვაც უფრო გაადვილებულია.
რაზე მინდა იცი ეკა გავამახვილო, რომ ჯერ ერთი რომ აუცილებელია ეს ანტირეზუს იმუნოგლობულინის გაკეთება ორსულებისთვის და რაც უფრო მეტჯერ არის ქალი ნამშობიარები, რაც უფრო მეტჯერ ყოფილა მის ორგანიზმში ორსულობა, აბორტია შეწყვეტილი ხელოვნურად, თვითნებითად თუ საშვილოსნოს გარეშე ორსულობის შედეგად მოხდა ოპერაციული ჩარევა, რისკი ანტისხეულების განვითარების უფრო მეტია. პირველად ორსულში, ანუ ეს იქნება უარყოფითი სისხლის რეზუს უარყოფითია ლაპარაკი. მე ხომ საუბრობ მხოლოდ რეზუს უარყოფითი კუთვნილების სისხლის მქონე ქალებში. პირველად ორსულებში რეზუს კონფლიქტის განვითარება სულ არის 1%. ამიტომ მეტნაკლებად კიდევ რაღაც თავისუფლები არიან, რომ თქვათ შეიძლება თქვა, რომ თუმცა რისკია იმუნიზაცია. თუმცა რისკი მაინც არის, მაგრამ აი როგორც რაც უფრო მეტია ორსულობა და რაც უფრო შეწყვეტილია, აი აბორტი ამიტომ არის ცუდი, ხო? მით უმეტეს რეზუს უარყოფითი ქალებისთვის, რომ ყოველი შემდგომი ორსულობის დროს რისკი მატების, ანტისხეულების განვითარების და ჰემოლიზური დაავადების მეტია. რამდენად ხელმისაწვდომია ეს იმუნიზაცია, იმიტომ რომ მაინც ახლა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საკმაოდ ეკონომიკურ მძიმე თავისუფლად იყო გაყიდვაში აფთიაქებში ეს ანტირეზუს ფინანსურად თუ ახერხებენ იმუნოგლობულინი ყიდულობდნენ. არ არის ეს იაფი მედიკამენტი 150 ლარის ფარგლებში ღირდა აფთიაქში ეს ერთი დოზა, მაგრამ სამწუხაროდ დეფიციტური მდგომარეობა შეიქმნა და ეხლა ორსულებს უწევთ საზღვარგარეთიდან მოძიება, ეს თურქეთიდან, რუსეთიდან იმდენად დეფიციტში გადავიდეს. ანუ გამოდის რომ ისეთ შესაძლებლობა არ აქვს, ან კიდე არ ყავს საზღვარგარეთ ახლობელი, გარკვეული რისკის ქვეშ დგება ასეთი ორსული. ხო დგინდება რომ შენ ხარ რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე პაციენტი, ორსული. ჯობია რომ თავიდანვე თადარიგი დაიჭირო და დაიწყო მოძიება ამ ანტირეზუს იმუნოგლობულინის. მე ასე ვთვლი, შეიძინო თუ გჭირდება კი არა, უმეტესობას ჭირდება, თუ თქვა და არ გამოიყენებს და რეალიზება შეუძლია. ანუ გითხარი რომ პირველი ორსულობის მერე უფრო დიდი რისკია სხვა დანარჩენი ორსულობაზე რომ განვითარდეს ეს ანტისხეულები და ეს იმუნიზაცია საჭირო. ანუ ყველა ორსულობაზე თუ ესეთი რეზუს უარყოფითი კუთვნილების სისხლის მქონე ქალბატონი დაორსულდა, რამდენჯერაც დაორსულდება, იმუნიზაციას იმდენჯერ იკეთებს. თუ სისხლი აძლევს იმის საშუალებას, რომ მასში ჯერ კიდევ არ არის ანტისხეულები, იკეთებს იმუნიზაციას. უყურეთ როგორ არის კიდევ ანტირეზუს იმუნოგლობულინი აუცილებლად უნდა გაკეთდეს ყოველი აბორტის შემდეგ, ყოველი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ და ყოველი მშობიარობის შემდეგ თუ ნაყოფი დაიბადა რეზუს უარყოფითი სისხლით და არ უნდა დაგვიანდეს მისი გაკეთება, რაც მალე უკეთესია არა უგვიანეს 72 საათისა. ანუ 72 საათში ორსულობის შეწყვეტიდან, მშობიარობიდან, საშვილოსნოს გარეშე ორსულობის გამო გაკეთებული ოპერაციის შემდეგ უნდა მოხდეს ანტირეზუს იმუნიზაცია, რომ შემდეგი მომდევნო ორსულობა რეზუს კონფლიქტისგან იყოს დაცული. აი მშობიარობის დროს რა საშიშროება შეიძლება, რაზე უნდა იყოს მზად, რისთვის უნდა იყოს მზად ორსული, მშობიარობაზე რა გართულებები შეიძლება მოხდეს ასეთი უარყოფითი სისხლის მქონე ქალბატონებში. როგორც უკვე აღნიშნეთ, რაც უფრო მატულობს ორსულობის ასაკი, აი 22-24 კვირის მერე იწყება მეტნაკლებად ანტისხეულები თუ იწყება უფრო მეტად გამომუშავება, ხო? რაც უფრო უახლოვდება მშობიარობას ანტისხეულების რიცხვი მატულობს. აი იმუნიზაციის შედეგად შეყვანილი იმუნოგლობულინი დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში მუშაობს, რომ ანტისხეულები არ წარმოიქმნას და კონფლიქტი არ განვითარდეს. და რაც უფრო უახლოვდება მშობიარობას, აი მშობიარობის დროს თითქოს ეს ვულკანურად ხდება ამოფრქვევა ამ ანტისხეულების. დედას არაფერი არ ემუქრება, თქვენ წარმოიდგინეთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ნაყოფი შეიძლება დაიღუპოს ან ნაყოფს დაემართოს ჰემოლიზური დაავადება.
ხდება, ანუ ნაყოფის ანემიზაცია ხდება. ხო, ერითროციტები რო იშლება, სისხლნაკლებობა ვითარდება, ერითროციტ ჟანგბადის ტრანსპორტირებას აკეთებს, შესაბამისად ჰიპოქსია, ქსოვილებში მიდის, ხო, შეუქცევადი პროცესი, გულსიზარდვა სისტემა აქტიურდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის ჰემოლიზური სისხლი, ბილირუბინი, რომელიც ორსულობის დროს ფაქტიურად დედის გამომყოფი ორგანოების შედეგად ხდებოდა მისი განეიტრალება და გამოყოფა და მშობიარობის შემდეგ უკვე ახალშობილების ქსოვილებში ლაგდებას, ხო, ის ბილირუბინი, ეს სიყვითლე, ფიზიოლოგიური სხვა, მაგრამ ჰემოლიზური დაავადება სხვა, ხო, ის კიდე სხვა, ბილირუბინემია რო ხდება, ხო, თავის ტვინში ლაგდება, შინაგან ორგანოებში, როგორც ვქვი, ანემიზაცია მიდის და საკმაოდ რთული სამართავი დაავადება ნეონატოლოგებისთვისაც ახალშობილის ჰემოლიზური დაავადება. ანუ რაც უფრო პრევენცია კარგად არის ჩატარებული, რაც უფრო დაცულია ნაყოფიც და დედაც თავის და სავალალო შედეგები. ნუ ამიტომ გასათვალისწინებელია, რომ სწორად აუხსნას ექიმმა ორსულს, იმიტომ რომ სწორი ინფორმაცია და სწორი მიწოდება ინფორმაციის ბევრად მნიშვნელოვანია და აქ უკვე ექიმის როლი ძალიან დიდია და თავისთავად მე უკვე ძალიან ბევრი რამეა ორსულზე დამოკიდებული და მის ოჯახზე რამდენად მხარდაჭერა ექნება ორსულს და ნუ ეს ისეთი საკითხია, რომელიც ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება, თუმცა არის უამრავი ფონდები, აგრეთვე თუ არ ვცდები, საყოველთაო ჯანდაცვასაც შეუძლიან რეფერალურს, გარკვეული შემთხვევაში მერიას აქვს ძალიან ბევრი კარგი პროგრამა, რის მიხედვითაც დაუშვათ სოციალურად დაუცველი იქნება თუ დევნილი ან რომელიმე კატეგორიის მქონე ისეთი მოწყვლადი ჯგუფის მქონე ორსული, რომელსაც გარკვეულწილად მეტნაკლებად დახმარება ნაწილობრივი ან სრული დახმარება ექნება. ამიტომ ეს ვთვლი, რომ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ექიმმა და ასევე ინფორმაცია უნდა მიიღონ მერიებიდან, მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ცხოვრობენ ეს ქალბატონები და მათი ოჯახის წევრები. ინფორმირებული უნდა იყოს. აი სწორედ ეს ჩვენი გადაცემა მინდა რომ სწორედ მას მოემსახუროს ამ ამბავს. ინფორმაციის გავრცელებას. ინფორმირებული იყოს, რომ თავისი ჯგუფი რეზუსი იცოდეს, ანტისხეულები იკონტროლოს და საჭირო დროს, საჭირო შემთხვევაში დაუჯეროს თავის ექიმს და გაიკეთოს იმუნიზაცია. რა თქმა უნდა, არის ორსულთა ჯგუფები შექმნილი და მე ვთხოვ ორსულებს, რომ სხვის გამოცდილებებს ნუ გაითავისებენ და ნუ აი ეს ძალიან ცუდი აუცილებლად მინდა რომ თუ რამე კითხვა ექნებათ, თუ რაღაცა თავის სიტუაციაში ვერ ერკვევიან, თავისმიან გინეკოლოგს მიმართონ და მისგან მიიღონ უფრო სწორი და აკადემიური ინფორმაცია, ვიდრე ჭორის დონეზე გაიგონ რა მედიკამენტი მიიღონ, ვის რა ჭირდა, ვის როგორ ჭირდა, ანუ სხვათა შორის აი დღეს უკვე 21 საუკუნეში ცოტა გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ორსულებს აქვს, აი მე ბევრ ჯგუფებში ვარ გაწევრიანებული, იქ დედების ჯგუფია, ქალების ჯგუფი და რაღაც და დღეს არის ძალიან ღიაობა, რომ პაციენტი თუნდაც ტელეფონით მიიღოს კონსულტაცია თავისი ექიმისგან. ამ დროს ისინი იწერებიან კითხვას და უამრავი პასუხი მიდის, რომელიც დაუშვებელია და უდიდეს მითებზე აგებული 1000 ინფორმაცია, რომელიც ძალიან ბევრ სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიყვანოთ. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა სანამ ესეთი ტელეფონები და სოციალური ქსელი აქტუალური გახდებოდა, მეზობელი რა სიტყვა და მეზობლის რძალმა როგორ მართა თავისი ორსულობა, რაც ყოველთვის ვაპროტესტებდით ხოლმე ამას ექიმები, ისე რომ ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, მათო მშობლებო თუ ოჯახის წევრებო, ძალიან გთხოვთ ნებისმიერ პრობლემაზე მიაკითხეთ თქვენ ექიმს, ვისთანაც ხართ აღრიცხვაზე, ვისაც ენდობით და ვისი სიტყვაც და ვისი გამოცდილებაც თქვენთვის
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნინი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, საკმაოდ ამომწურავი იყო. ძალიან პრობლემური საკითხია, იმიტომ რომ ეს ყოველთვის აი ისეთი შიშის ზარს სცემდა ხოლმე წლების განმავლობაში, როცა იგებდნენ რომ რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ქალბატონი იყო, ერთი უნდა იცოდეს ყველამ რომ რეზუს უარყოფითობა არ არის ავადმყოფობა, ეს არის მდგომარეობა, რომლის მართვაც თავისუფლად შეიძლება თუ დაუჯერებთ ექიმს და ასევე ექიმი სწორად მართავს მას. დიდი მადლობა ჩვენ სტუდიაში მოსვლისთვის. მე კიდე შეგახსენებთ რომ ეს იყო გადაცემა ნეომედი ეკასუხიშვილთან ერთად, რომელიც ფინანსდება ქალთა ფონდის მიერ. გვიყურეთ NEO TV G-ზე, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.